გამარჯობა, ჩვენ ვისაუბრებთ დარწმუნების შესახებ. მაგრამ სანამ გადავიდოდე დარწმუნების შესახებ საუბარზე, მოდით გავიხსენოთ რა არის დამოკიდებულება. დამოკიდებულება ეწოდება ადამიანების საგნებისა და მოვლენების მიმართ შეფასებით რეაგირების დასწავლელ შედარებით მყარ ტენდენციას. დამოკიდებულებები პოზიტიური ან ნეგატიური შეფასებებია. დარწმუნებისთვის გარკვეული პირობების თანხმედრა არის საჭირო. ეხლა განვიხილოთ რა უწოდებენ სოციალურ-ფსიქოლოგიაში დარწმუნებას. დარწმუნება ეწოდება დამოკიდებულებების შეცვლის მიზანმიმართულ ცდილობას. გადამუშავების ალბათური მოდელი ან დარწმუნების თეორია აღწერს იმას, თუ რამდენად ალბათურია ცვლილებები დარწმუნების შესაბამისად. დარწმუნების თეორიაში გამოყოფენ ცენტრალურსა და პერიფერიულ პროცესებს. დარწმუნების ცენტრალური პროცესი გულისხმობს შემდეგს: ხდება მიწოდებული ინფორმაციის და დარწმუნების დეტალური გააზრება და არგუმენტების სიძლიერის გამო დამოკიდებულების შეცვლა. ხოლო დარწმუნების პერიფერიული პროცესის შემთხვევაში არ აქვს ადგილი შეტყობინების სერიოზულ გააზრებას და ადამიანები რეაგირებენ მხოლოდ ზედაპირულ მნიშვნელობაზე. რეკლამაში უმეტესწილად მიმართავენ დარწმუნების პერიფერიულ პროცესებს, თუმცა იმავდროულად არსებობს ეგრეთ წოდებული ემოციური ან კოგნიტური პრინციპების შემცველი რეკლამა. პირველ შემთხვევაში, ემოციური რეკლამის შემთხვევაში, როდესაც ვიმეორებ, სტიმულირებულია პერიფერიული პროცესები, დარწმუნების პერიფერიული პროცესები, გამოიყენება გარეგანი ეფექტები, როგორიც არის ვთქვათ, მიმზიდველი, გამყიდველი, რეკლამის ეფექტური ფონი და გარემო და ასე შემდეგ. ხოლო კოგნიტურ პრინციპზე აგებული რეკლამის შემთხვევაში მიწოდებული ინფორმაცია იმთავითო მოწოდებულია გააზრებისათვის და სწორედ ამ ინფორმაციის გააზრების საფუძველზე მომხმარებელს აქვს საშუალება თავად გააკეთოს არჩევანი. რაც უფრო მეტია ინფორმაციის პიროვნული მნიშვნელობა, მით უფრო მეტად ცდილობენ ადამიანები დარწმუნების არგუმენტების გააზრებას და მით უფრო რთავენ დარწმუნების ცენტრალურ პროცესს. მე ამასთან დაკავშირებით, ამ დებულებასთან დაკავშირებით, ამ დებულების საილუსტრაციოდ და საარგუმენტოდ მინდა წარმოგიდგინოთ ექსპერიმენტი, რომელიც ჩაუტარდათ იელისა და პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებს. მათ წაუკითხეს მოთხრობები მზის გამოსხივების მავნე ზემოქმედებისა და ფსიქიკური დაავადებების გადამდებობის შესახებ. ორივე შემთხვევაში მოთხრობის სიუჟეტი ვითარდებოდა პრინსტონის უნივერსიტეტში. მოქმედი პირები ამ მოთხრობების იყვნენ იელის პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტები. და საინტერესო რა შედეგი იქნა მიღებული. როგორც აღმოჩნდა, მშობლიური უნივერსიტეტის შემთხვევაში, ანუ როდესაც ცდისპირები იყვნენ პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტები, ერთვებოდა დარწმუნების ცენტრალური პროცესი. ანუ სტუდენტებს ბუნებრივია გააჩნდათ უფრო მაღალი мотивация, ისინი უფრო დეტალურად იაზრებდნენ არგუმენტებს და ამიტომაც დარწმუნებას ნაკლებად ექვემდებარებოდნენ. ხოლო როდესაც ცდისპირები იყვნენ იელის უნივერსიტეტის სტუდენტები, აქ დეტალური გააზრება არგუმენტების არ ხდებოდა, არ ერთვებოდა დარწმუნების ცენტრალური პროცესი, არამედ სახეზე იყო პერიფერიული პროცესი, იყო, რა თქმა უნდა, мотивაციის შედარებით დაბალი დონე, როგორც აღნიშნე და აქედან გამომდინარე სტუდენტები უფრო მეტად ექვემდებარებოდნენ დარწმუნებას. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, მინდა წარმოგიდგინოთ ასევე ფესტინგერის ექსპერიმენტი, რომელიც ასევე ეხება დარწმუნებას. ცდისპირები იყვნენ სტუდენტები, ასრულებდნენ არასაინტერესო მცირე დავალებებს და შემდგომ მათ უხდიდნენ რაღაც გარკვეულ თანხას. ერთ შემთხვევაში ეს იყო $1, მეორე შემთხვევაში იყო
დოლარ ნახევარი და მესამე შემთხვევაში $20. და აი ამ საფასურად თხოვდნენ სტუდენტებს, რომ სხვა სტუდენტებისთვის მოეთხროთ, რომ ეს ძალიან საინტერესო დავალებები იყო და ფაქტობრივად აგიტაცია გაეწიათ მათთვის ამ ცდაში მონაწილეობის მისაღებად. შედეგი ასეთი იყო: ძლიერი დისონანსის შემთხვევაში ინდივიდი საკუთარი ქცევის გამართლების მიმართულებით მოქმედებდა და თვითდარწმუნებას იწყებდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ დამოკიდებულების შეცვლის ერთ-ერთი გზა ქცევის შეცვლაა. კოგნიტური დისონანსის ზემოქმედება ფაქტია. იგი ცვლის დამოკიდებულებებსა და ქცევას. მე მინდა შეგახსენოთ კოგნიტური დისონანსის თეორია, რომელიც ლეონ ფესტინგერს ეკუთვნის. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ამ კონტექსტში ალბათ სასურველია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ თეორიის ძირითადი დებულება, არათავსებადი კოგნიტური ელემენტების მიერ შექმნილი დაძაბულობა ადამიანს უბიძგებს ამ დაძაბულობის მოხსნისკენ. კოგნიტური დისონანსია კონფლიქტი, რომელიც ჩნდება, როდესაც ახალი ინფორმაცია ეწინააღმდეგება ძველ ატიტუდებს. ან როდესაც ქცევა და დამოკიდებულება, ქცევა და ატიტუდი არ შეესაბამება ერთმანეთს. დათანხმება, საინტერესოა ვთქვათ, რა მიმართულება დარწმუნებასა და დათანხმებას, დარწმუნებასა და მიგება ვალდებულებას შორის. ჩვენ ახლა ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. დათანხმება არის რეაქცია დარწმუნებაზე, როდესაც ქცევა იცვლება დარწმუნების მოთხოვნების შესაბამისად. არსებობს დათანხმების განსხვავებული სახეები და ჩვენ აქ მხოლოდ რამდენიმეზე შევაჩერებთ ყურადღებას. პირველი გახლავთ მიგება, ამ მიგების ნორმა, როდესაც დახმარება, ვთქვათ, სიკეთე ბრჭყალებში გაწეული სამსახური იწვევს საპასუხო ანალოგიურ რეაქციას. როდესაც ადამიანი დახმარებაზე პასუხობს დახმარებით, გაწეულ სამსახურზე პასუხობს ასევე გაწეული სამსახურით და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ვთქვათ, დარწმუნებისთვის ეფექტური არის სწორედ აი ამ კანონზომიერების გათვალისწინება, მიგების ნორმის გათვალისწინება, თუ ჩვენ გვსურს, ვთქვათ, ადამიანის ქცევის შეცვლა გარკვეული მიმართულებით, სასურველია, ვთქვათ, ეს ქცევა თავად განვახორციელოთ და მას ვუბიძგოთ მიგების ნორმის შესრულებისკენ, აქედან გამომდინარე. მეორე სახე დათანხმების გახლავთ, მას პირობითად ხატოვნად უწოდებენ კარის ცხვირწინ მიჯახუნების მეთოდს. ეს არის მეთოდი, როდესაც ხდება უარით რეაგირება დიდ თხოვნაზე და თანხმობა ზომიერ თხოვნაზე. როდესაც დიდიდან მცირე თხოვნაზე, ასე ვთქვათ, გადადიან ადამიანები, რათა დარწმუნების ეფექტს მიაღწიონ. და შემდეგი ასევე გახლავთ ეგრეთ წოდებული, ასეც პირობითად ესეც უწოდებენ და ხატოვნად კარში ფეხის ჩადგომის მეთოდი. კერძოდ, თუ ადამიანი დაითანხმეს მცირე ვალდებულების შესრულებაზე, ის უფრო დიდ ვალდებულებასაც შეასრულებს. ანუ, როცა გვსურს ადამიანის დარწმუნება და მისი ქცევის შეცვლა, საჭირო არის უფრო მცირედი დავალებებით დაწყება და თანდათან ასე ასვლა ნაბიჯ-ნაბიჯ სასურველი დავალების და ქცევის სასურველი მიმართულებით შეცვლისკენ, ასე ვთქვათ, მოძრაობა. და რატომ ეწოდა ამ მეთოდს კარში ფეხის ჩადგმის მეთოდი? ერთხელ თუ შემოადგენს თქვენს კარში ფეხი, მეცაც, ასე ვთქვათ, მოგთხოვენ. და მეოთხე სახე გახლავთ ასეთი, მას ეწოდება მოდელირება. კონფორმულობის საფუძველზე ადამიანები რეფერენტული ჯგუფის ქცევას იმეორებენ. და შესაბამისად ქცევაში ცვლილებების გამოწვევა თვალსაჩინო ნიმუშის მოდელის ქცევის დემონსტრირებით არის შესაძლებელი. ეხლა მოდით ვისაუბროთ შემდეგ საკითხზე, ეს არის დარწმუნებაზე ზემოქმედი ფაქტორები. აქ არის თქვენ ხედავთ სლაიდზე, აქ არის ჩამოწერილი ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებენ დარწმუნებაზე. პირველი მას გახლავთ კომუნიკატორის მიმზიდველობა. მნიშვნელობას იძენს ის, თუ რამდენად მიმზიდველია კომუნიკატორი ან ადამიანი, რომელიც დარწმუნებას მიმართავს. აუდიტორია დარწმუნებას იოლად ექვემდებარება, თუ კომუნიკატორი მის მიერ მიმზიდველად აღიქმება.
მეორე გახლავთ არგუმენტების დამაჯერებლობა. დარწმუნება რთულდება თუ კი კომუნიკატორს არ გააჩნია დამაჯერებელი არგუმენტები. ხოლო ამგვარი არგუმენტების არსებობა პირიქით აიოლებს დარწმუნებას. მესამე გახლავთ დარწმუნების მეთოდი და ფორმა. მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ დარწმუნების შინაარსი, არამედ ისიც თუ რა ფორმით, რა მეთოდებით ხდება დარწმუნება. მაგალითად, როგორია ამ დროს კომუნიკატორის პარაენა, მისი ხმის მოდულაცია, ტემბრი, პაუზები საუბრისას და სხვა, როგორ იყენებს კომუნიკატორი მიმიკას და საერთოდ სხეულის ენას, იღიმება თუ არა, ამყარებს თუ არა თვალებით კონტაქტს აუდიტორიასთან და ასე შემდეგ. როგორი ამ დროს მისი პოზა, პანტომიმიკა, ზოგადად სხეულის ენა. შემდეგი ფაქტორი გახლავთ ემოციური ღიაობა. დარწმუნება იოლდება, როდესაც კომუნიკატორი მიმართავს არა მხოლოდ ლოგიკას და არა მარტო ლოგიკურ ინსტრუმენტალიას, არა მარტო ლოგიკურ არგუმენტებს, არამედ გრძნობებსაც და ახდენს აუდიტორიაში დადებითი გრძნობების სტიმულირებას. მეხუთე გახლავთ აუდიტორიის აზროვნების ჩართვა, გააქტიურება. აუდიტორია არა პასიურად იღებს ინფორმაციას, არამედ თავისი აზროვნებითაც ცდილობს ჩაერთოს დარწმუნების პროცესში, აფასებს და აანალიზებს არგუმენტებს. რაც უფრო აქტიურადაა ჩართული დარწმუნების პროცესში, მისი არგუმენტების გააზრებაში აუდიტორია, მით უფრო იოლდება დარწმუნება. და ბოლოს მეექვსე გახლავთ, ეს არის მეექვსე ფაქტორი, ეს არის აუდიტორიის როგორობის ფაქტორი. მნიშვნელობას იძენს ის თუ ვიზეა კონკრეტული მიმართული დარწმუნება. როგორია, თქოთ, აუდიტორია, როგორი თავისებურებებით, რა ნიშნებით, რა ატრიბუტებით ხასიათდება იგი. როგორია მისი განწყობები თუ მოლოდინები, აქტიურობა და პასიურობა, მისი მრწამსი ღირებულებები და სხვა. ზოგჯერ არგუმენტების ძალა მნიშვნელობას კარგავს. ეს ხდება მაშინ, როდესაც მსმენელის ყურადღება გაფანტულია. ასეთ დროს უფრო დამაჯერებლად აღიქმება ჩვეული და იოლად გასაგები მსჯელობები, შეხედულებები, ვიდრე ორიგინალური და არასტანდარტული. ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. დარწმუნებასა დადებითად ზემომკვეთი კომუნიკატორის თვისებები. აქ არის წარმოდგენილი სლაიდზე. ეს არის კომუნიკატორის კომპეტენტურობა, მისი სანდოობა და მიმზიდველობა. აქ არის წარმოდგენილი ასევე დარწმუნებისადმი წინააღმდეგობის რეკომენდაციები წარმოდგენილი. პირველი რეკომენდაცია ასეთია: ჩამოაყალიბეთ საკუთარი პოზიცია და გამოთქვით ის საჯაროდ მანამ, სანამ სხვა შეხედულებებს გაეცნობოდეთ. მეორე, დარწმუნებისადმი აირჩიეთ აქტიური, კრიტიკული, ობიექტური მიდგომა. კომუნიკატორის არგუმენტებს კონტრარგუმენტები დაუპირისპირეთ. მესამე, გამოიყენეთ ეგრეთ წოდებული დარწმუნების საწინააღმდეგო აცრის მეთოდი.